ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯორჯ მიჩელმა ისრაელის ლიდერებთან მორიგი მოლაპარაკებები გამართა. თავდაპირველად მიჩელი იერუსალიმში პრეზიდენტ შიმონ პერეს მის რეზიდენციაში შეხვდა. მოგვიანებით კი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავიგდორ ლიბერმანთან გამართა მოლაპარაკებები. თეთრი სახლის წარმომადგენელი მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე გამგზავრებას გეგმავს, სადაც პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასი შეხვდება. მოსალოდნელია, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის არაპირდაპირ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას დაიწყება. თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებს ორ მხარეს შორის უშუალო ურთიერთობა მოხვდება, რასაც შედეგად დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა მოხვდება. პალესტინელებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნატანიაჰუსთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც ებრაულმა მხარემ აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაწყების ბრძანება გასცა.